3 თვის წინ ისეთი წინადადება, როგორიცაა მონაცემთა ცენტრები კოსმოსში. ჯერ კიდევ მემად ითვლებოდა. ხუმრობა, რომელსაც X-ზე აქვეყნებდნენ, როცა გადაჭარბებულ ტექნოლოგიურ ხედვებზე სურდათ გაეცინათ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სახალისო იყო. დღეს ეს უკვე ხუმრობა აღარ არის, რადგან ანთროპიკმა მსოფლიოს 3 წამყვან ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას შორის ერთ-ერთმა ახლახან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მიდის. და კომპანია, რომელთაც მათ ეს კონტრაქტი გააფორმეს, 90 დღის წინ ოფიციალურად ჯერ კიდევ რაკეტების კომპანია იყო. მოდი ნახოთ რა მოხდა ამ 80 დღის განმავლობაში. 2026 წლის თებერვალში SpaceX და xAI Elon Musk-ის ხელოვნური ინტელექტის კომპანია ერთიანდებიან. საერთო შეფასებით 1.25 ტრილიონი. ეს არის 1250 მილიარდი დოლარი. რაკეტების კომპანია პლუს ხელოვნური ინტელექტის კომპანია. ღამითვე. აპრილში ისინი აფორმებენ კონკურსს. შეთანხმება ქურზორთან ხელოვნური ინტელექტის პროგრამირების ასისტენტთან, რომელიც მოიცავს შესყიდვის ოპციას 60 მილიარდ დოლარად. და მაისში ისინი ანთროპიკთან ხელშეკრულებას აფორმებენ. 300 მეგავატი გამოთვლით სიმძლავრე, 230,000 NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორით. ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე კვირაში. 80 დღეში SpaceX რაკეტების გაშვების მომწოდებლიდან გამოთვლითი სიმძლავრის გამქირავებლად გადაიქცა. ეხლა ისინი მასპინძლობენ xAI-ს, Cursor-ს და Anthropic-ს, იმავე ინფრასტრუქტურაზე. და Anthropic ამათგან ყველაზე საინტერესო კლიენტია. რადგან Elon Musk-მა ბოლო თვეები გაატარა იმაში, რომ Anthropic საჯაროდ ბოროტად, მისანთროპულად მოიხსენია. ეს მისი საკუთარი სიტყვებია. და ახლა Anthropic-ის ღრუბელი მუშაობს Musk-ის მანქანებზე. ეს არის ამ ვიდეოს ისტორია. როგორ გადაიქცა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაკეტების კომპანია 3 თვეში მსოფლიოს ერთ-ერთ უნიშნელოვანეს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის კომპანიად. რატომ არ არის ეს შემთხვევითობა, ეს სტრატეგია და რატომ არის ამ სტრატეგიის ნამდვილი მიზანი საერთოდ არა დედამიწაზე? ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. დავითხოვთ შერწყმით, რადგან ის არის საფუძველი ყველაფრისთვის. ორში. 2026 წლის 2 თებერვალს Elon Musk-მა გამოაცხადა, რომ SpaceX და xAI ერთიანდებიან. ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი კორპორაციული შერწყმა. შერწყმული კომპანიის შეფასება შეადგენს 1.25 ტრილიონს. ბესავით ბერდა. ამით შერწყმული კომპანია ხდება მსოფლიოს ყველაზე ძვიადღირებული კერძო კომპანია. OpenAI-ს 850 მილიარდით და ByteDance დაახლოებით 550 მილიარდითაც კი უსწრებს. სტრუქტურულად ეს აქციების გაცვლა. 1.1433 SpaceX-ის აქციაში. ანუ დაახლოებით 7 xAI-ის აქცია 1 SpaceX-ის აქციის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი განხორციელდება სამკუთხა შერწყმის სახით. ასე რომ xAI SpaceX-ის შვილობილ კომპანიად იქცევა. მნიშვნელოვანია რას მოაქვს xAI-ს. xAI-ს ეკუთვნის Groby, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი. და xAI-ს 2025 წლის მარტიდან ასევე ეკუთვნის X, ანუ ყოფილი Twitter. შერწყმის შემდეგ, ეხლა ერთი სახურავის ქვეშ არიან რაკეტები, სატელიტური ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია და სოციალური მედიის პლატფორმა. ოფიციალური განმარტებაა ვერტიკალური ინტერნეტ კავშირი. xAI-ს სჭირდება გიგანტური გამოთვლითი სიმძლავრე და როგორც დამოუკიდებელი კომპანია, თვეში დაახლოებით $1 მილიარდ ხარჯავს. SpaceX აქვს Starlink-ის სატელიტური ქსელი. გაშვების შესაძლებლობა, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს. და პერსპექტივაში ის რაზეც ახლა ვისაუბრებთ, მონაცემთა ცენტრები ორბიტაზე. ამ ორი კომპანიის კონვერგენციის წერტილი დღეს კი არა, მომავალშია. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. რადგან მალევე ნათელი ხდება, რისთვისაც სინამდვილეში იყო კარგი ეს შერწყმა. 2026 წლის 20 მაისს SpaceX-ი S1-ს წარადგენს. ოფიციალური ბირჟის პროსპექტი დაგეგმილი IPO-სთვის. ლისტინგი NASDAQ-ზე და NASDAQ Texas-ზე SPCX-ის ტიკერით. დაგეგმილია 12 ივნისისთვის Goldman Sachs-ი ხელმძღვანელობს 21 ბანკის კონსორციუმს. დასახული შეფასება არის 1.75 დან $2 ტრილიონამდე. ემისიის მოცულობა დაახლოებით 75 მილიარდია. ამით თავისუფალი ბრუნვა იქნება ბაზრის კაპიტალიზაციის დაახლოებით 4%. საოცრად ცოტა. ეს ყველა დროის უდიდესი IPO იქნებოდა. ორჯერ მეტი ვიდრე საუდის Aramco. 2019 წელს მათ 29 მილიარდი დოლარი მოიზიდეს. კომპანიის ღირებულება კი 1.7 ტრილიონი იყო. და სწორედ აქ არის მთავარი სენსაცია, რომელსაც უმეტესობა მედიის არასწორად გადმოსცემს.
ეს უკვე რაკეტის IPO აღარ არის. ვინც გულწრფელად წაიკითხავს SF-ს, დაინახავს სამ სრულიად განსხვავებულ მექანიზმს, ერთ საერთო გარსში. პირველი არის Starlink-ი, ფულის ძრავა. ამის რეალური პროფესიული ტერმინი არის cash cow. 2025 წელს 11.4 მილიარდი დოლარის შემოსავლით და 4 მილიარდზე მეტი ოპერაციული მოგებით, ასევე 10 მილიონზე მეტი აბონენტით. ტენდენცია სწრაფად მზარდია. მეორე, სტარტაპის ბიზნესი. ასევე მომგებიანია. და მესამე, XAI. ღუმელი, რომელმაც 20 მილიონ 256.4 მილიარდი დოლარის საოპერაციო ზარალი 12.7 მილიარდი ინვესტიციიდან დაწვა. კომპანიის მთიანი ზარალი 4.9 მილიარდი დოლარი. მთლიანად ხელოვნური ინტელექტის სეგმენტიდან მოდის. თუ ხელოვნურ ინტელექტს გამოვაკლებთ, რაკეტები და ინტერნეტი ძალიან მომგებიანია. ამ IPO-ზე შენ რაკეტას არ ყიდულობ. შენ ყიდულობ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ჯგუფს, რომელიც მოიცავს რაკეტებს, სატელიტურ ინტერნეტს, ხელოვნურ ინტელექტის წამყვან ლაბორატორიას, სოციალურ მედიის პლატფორმას და ორბიტალურ მონაცემთა ცენტრების ბიზნესს, რომელიც ამ ფორმით ჯერ არ არსებობს. IPO ძირითადად აგროვებს კაპიტალს იმისთვის, რომ სწორედ ეს ხელოვნური ინტელექტის ეს ღუმელი კიდევ უფრო გააღვივოს. ამით ყველა საინტერესო კლიენტთან მივდივართ. 2026 წლის 6 მაისს Anthropic-მა გამოაცხადა, რომ SpaceX-ის Colossus ერთი მონაცემთა ცენტრის მთელ გამოთვლით სიმძლავრეს გამოიყენებს. უზარმაზარი ობიექტი მემფისში, ტენესის შტატში, 300 მეგავატზე მეტი. 220.000-ზე მეტი NVIDIA GPU H100-დან H203-მდე და ახალ GB200 ამ აჩქარებლებამდე. ერთი დოკუმენტიდან გახდა ცნობილი ფასი. Anthropic-ი SpaceX უხდის 1.25 მილიარდ დოლარს თვეში. 2029 წლის მაისამდე პირველი 2 თვის განმავლობაში შემცირებული ტარიფით ამუშავების პერიოდში. სრული ვადის განმავლობაში ეს დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის კონტრაქტია. ორივე მხარეს შეუძლია 90 დღიანი წინასწარი გაფრთხილებით კონტრაქტიდან გამოსვლა. მაგრამ Elon Musk-მა თვითონ X-ზე თქვა, რომ ეს მოკლევადიანი შეთანხმებაა, რადგან შესაძლოა მოგვიანებით მათ ისევ დასჭირდეთ ინფერენციის სიმძლავრე. შეიძლება გაგრძელდეს კიდეც, ასე რომ ყველა ვარიანტი განხილვადია. რატომ აკეთებს ამას Anthropic-ი? მით უმეტეს Musk-თან. იმიტომ რომ მათ მოუწიათ. Anthropic-ი ძლიერ წნეხში იყო რესურსების მხრივ. Cloud-ის მომხმარებელთა რაოდენობა ფაქტობრივად აფეთქდა და ბოლოს იყო საჯარო პრეტენზიები ძალიან მკაცრ გამოყენების ლიმიტებზე. ამ რესურსით Anthropic-მა სწორედ ამ პრობლემას მიხედა. მომხმარებლებისთვის, რომლებიც Cloud-ის გადამხდელი აბონენტები არიან. ლიმიტები პირდაპირ გარიგების შემდეგ გაზარდეს. თუ შენი ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვერ აუდის, ქირაობ გამოთვლით რესურსს, სადაც არ უნდა იყოს ის ხელმისაწვდომი. მათ შორის შენი მთავარი კონკურენტისგანაც და რატომ აკეთებს ამას SpaceX-ი? აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. XAI-მ თავისი ტრენინგი უკვე დიდი ხანია Colossus 2-ზე გადაიტანა, რომელიც ახალ GB200 ჩიპებზე მუშაობს. Colossus 1, რომელიც თავდაპირველად Grog-ის გასაწვრთნელად აშენდა. XAI-ისთვის უკვე ძველი თაობა იყო. Elon Musk-ი თავის მონაცემთა ცენტრებს დაახლოებით ისე მართავს, როგორც Tesla-ს პროდუქტის გამოშვებებს. სანამ ახალ პროდუქტზე გაიგებ და იყიდი, უკვე შემდეგი გამოცხადებულია და შენი თითქმის მოძველებულია. იმის ნაცვლად, რომ ჩამოწერილი დანადგარი გააჩეროს, SpaceX მას დამატებითი შემოსავლისთვის აქირავებს, მაშინ როცა ახალი უკვე მუშაობს. ჩამოწერილი სასწავლო კლასტერი მუდმივ მილიარდიან შემოსავლის წყაროდ იქცევა. ზუსტად აქციების ბირჟაზე გასვლამდე. ეს ნამდვილად მყარი ბიზნეს მოდელია. Musk-მა ეს თავადაც აღნიშნა X-ზე, X-ში. მაისის 6-ს განცხადების დღეს მან დაწერა, რომ წინა კვირაში ბევრი დრო გაატარა Anthropic-ის ხელმძღვანელ გუნდთან, რათა გაეგო, რას აკეთებენ ისინი, რომ Cloud იყოს სასარგებლო Menschheitsთვის. მისი დასკვნა დაახლოებით ასე ჟღერდა. ყველა ძალიან კომპეტენტური იყო. არავის გამოუწვევია მისი ბოროტების დეტექტორი. 2 კვირის შემდეგ 20 მაისს მან უკვე უფრო ფართო სურათი დახატა. გაფართოებული პარტნიორობა Anthropic-თან აჩვენებს, რომ SpaceX-ი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით სიმძლავრეს როგორც სერვისს მასშტაბურად სთავაზობს. თანამშრომლობა მიმდინარეობს და დროთა განმავლობაში განსაკუთრებით ორბიტალურ მონაცემთა ცენტრებთან ერთად მე სხვა კომპანიებთანაც საუბრობ და დროთა განმავლობაში Anthropic-ის ხელმძღვანელ გუნდთანაც თანამშრომლობთ. მოკლე ამას ვთქვა, რადგან მალე ყველაფერი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდება. მე ვაპირებ ხელოვნური ინტელექტის ძალიან მასშტაბურად გამოყენებას. მოკლე ამას ვთქვა, რადგან მალე ყველაფერი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდება. ამ ეპიზოდს რუსაუჯერს მხარს. და სპონსორი თემატურად უკეთესად ერგება ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იმ დროს რუსას მხარდებით. და სპონსორი თემატურად უკეთესად ერგება ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ანთროპიკის ხელმძღვანელ გუნდთან თანამშრომლობდი. ჩემს მაგიდაზე ახლა ისიც დევს. პრუსამ თავისი ახალი Core 1L გაუმიგზავნა. ეს ახლა ჩემს მაგიდაზე დევს. ხელმძღვანელ გუნდთან თანამშრომლობთ. ორმაგი მშენებლობის მოცულობით მხოლოდ 10%-ით მეტი ადგილის დაკავებით. 300 ჯერ ანთროპიკის ხელმძღვანელ გუნდთან თანამშრომლობთ. პირველად ხელმძღვანელ გუნდთან თანამშრომლობთ. რაც დაუბეჭდე, იყო უფრო დიდი Starship-ის მოდელი, რომელსაც შემდეგ სტრიმებში ნახავთ. სულად ატყობილი ხელმძღვანელ გუნდის ქარხანაში დაკალიბრებული. გაცხელებული კამერა, 60 გრადუსამდე AC გათბობის საწოლი, სრულად offline რეჟიმში მუშაობს. ლინკი ქვემოთ აღწერაშია. Madloba Prusas თანამშრომლობისთვის. Link in der Beschreibung unten. Danke Prusa für die Unterstützung. ეხლა მივიდივართ იმ წერტილამდე, სადაც მასკის ბოლო წინადადება სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ. ორბიტალური მონაცემთა ცენტრები. რატო უნდა გაუშვას ვინმე მონაცემთა ცენტრი კოსმოსში? პასუხი მოცემულია XAI-ის განცხადებაში, რომელსაც აქ აზრობრივად მოვიყვან. გამოთვლითი სიმძლავრე, რომელიც საჭიროა ამ სისტემების შემდეგი თაობის გასაწვრთნელად და მოსამუშავებლად. აღემატება იმას, რასაც დედამიწის ენერგომომარაგება, მიწა და გაგრილება გადამწყვეტ პერიოდში უზრუნველყოფს. თარგმანით ეს ნიშნავს, დედამიწაზე რესურსები იწურება. მონაცემთა ცენტრები მოიხმარენ ელექტროენერგიას, მიწას და წყალს ისეთი რაოდენობით, რომ მთელი ელექტროსისტემები ზღვარზე მიხალთ. თუნდაც ამოუწურავი რესურსების პირობებში ყველა სურს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მაგრამ არავის უნდა რომ მონაცემთა ცენტრი მის მახლობლად იყოს. ამიტომაც, მხოლოდ კოსმოსი რჩება. ორბიტაზე სწორედ ეს სამი ბარიერი ქრება და თანაც არავის უწევს ამ ხედის ატანა და ხმაურის მოთმენა. შესაბამის მზესინქრონულ ორბიტაზე მზის პანელი დედამიწასთან შედარებით 8 ჯერამდე მეტ ენერგიას აწვდის. თითქმის უწყვეტად. ღამის გარეშე, ღრუბლების გარეშე. გაგრილება ხდება კოსმოსის ვაკუუმში ინფრაწითელი გამოსხივებით რადიატორების საშუალებით და სულიად წყლის გარეშე. და მიწა ზემოთ საერთოდ არ არის საჭირო. მზე ასხივებს იმდენ სიმძლავრეს, რაც მთელი კაცობრიობის ელექტროენერგიის მოხმარებას 100,000 მილიარდჯერ აღემატება. ვინც ამ ენერგიას პირდაპირ გამოიყენებს, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ ატმოსფეროსა და ირლანდიურ ელექტროსისტემაში გაატაროს, მასშტაბირების პრობლემას ფესვიდან აგვარებს. და აი რაც გასაოცარია, ეს მასკის ერთპიროვნული ნაბიჯი არ არის, ეს უკვე შეჯიბრია. პირველი ამ სფეროში StarCloud-ია. ეს არის სტარტაპი ვაშინგტონიდან, რომელსაც მხარს უჭერენ Nvidia და Amazon, ხოლო დაფინანსებულია Y კომბინატორის მიერ. 2025 წლის ნოემბერში StarCloud-მა პირველად ისტორიაში კოსმოსში გაუშვა მონაცემთა ცენტრისთვის შესაფერისი გრაფიკული პროცესორი Nvidia HS, რომელიც მოთავსებული იყო 60 კილოგრამიან სატელიტზე, რომელიც პატარა მაცივრის ზომისაა. სხვადასხვა გაშვება განხორციელდა SpaceX-ის Falcon 9-ით. დეკემბერში ამ სატელიტმა პირველად ისტორიაში ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტის ენის მოდელი გაწვრთნა. StarCloud-ის ხედვაა 5 გიგავატიანი მონაცემთა ცენტრი კოსმოსში, 4 კვადრატული კილომეტრის მზის აფრით. ამას ბევრი პრობლემა ახლავს თან, რის გამოც საბოლოოდ დიდი ალბათობით ეს იქნება სატელიტების ჯგუფი და არა მონოლითური ბლოკი. სხვათა შორის ამაზე დეტალურად რამდენიმე თვის წინ უკვე ვისაუბრეთ, შესაბამისი ვიდეოები ქვემოთ არის მითითებული. მეორე დიდი მოთამაშეა Google, თავისი Project Suncatcher-ით. მზის ენერგიაზე მომუშავე სატელიტები Google-ის საკუთარი TPU ჩიპებით, რომლებიც ლაზერებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პირველი პროტოტიპების გაშვება 2027 წლის დასაწყისშია დაგეგმილი Planet Labs-თან ერთად. და საინტერესოა, რომ Google სწორედ SpaceX-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს გაშვებებზე. იმ კომპანიისთან, რომლის მფლობელსაც Google-ის თანადამფუძნებლები ოდესღაც ხელოვნური ინტელექტის კონკურენტად მიიჩნევდნენ. მესამე მონაწილეა Cowboy Space Corporation, რომელიც დაარსა BioBhat-მა, trading app Robinhood-ის თანადამფუძნებელმა, თავად კომპანია ადრე Etaflux-ის სახელით იყო ცნობილი. Bhat-ის მიდგომა რადიკალურია, ტექნოლოგიური. მის შემთხვევაში რაკეტა და მონაცემთა ცენტრი ერთ მთიან კომპონენტს წარმოადგენს. რაკეტის ზედა საფეხური ერთდროულად არის 1 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის თანამგზავრი. 2026 წლის მაისში კომპანიამ $265 მილიონი მოიზიდა, $2 მილიარდი შეფასებით. მინიმუმ 8 კომპანია ამ მიზანს მისდევს. 3-ს უკვე აქვს აპარატურა ორბიტაზე. ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ განსხვავება, რომელიც თითქმის ყველას აბნევს და ამიტომ ამას აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობ. როცა სატელიტებზეა საუბარი, უმეტესობა Starlink-ი ახსენდება. მაგრამ Starlink-ის სატელიტი და ორბიტალური მონაცემთა ცენტრი ორი სულიად განსხვავებული რამეა. საკომუნიკაციო სატელიტი RELია. ის გადაადგილებს მონაცემებს
ის ძირითადად არის ანტენა ორბიტაზე, რომელიც ბიტებს დედამიწის ერთი წერტილიდან მეორეში გადასცემს. ის არ ასრულებს გამოთვლებს. ორბიტალური გამოთვლითი ცენტრი კი ფიქრობს. მასში განთავსებულია გრაფიკული პროცესორები ან TPU-ები, რომლებიც ამუშავებენ მონაცემებს, ავარჯიშებენ მოდელებს და ასრულებენ ინფერენციას. რელე ნერვული სისტემა. გამოთვლითი ცენტრი ტვინია. ეს მხოლოდ აკადემიური წვრილმანი არ არის, რადგან კომუნიკაციის კონსტელაციების მთელი სამყარო გვერდით არსებობს და ხშირად ერევათ. Starlink-ი დომინირებს სატელიტური ინტერნეტის ბაზარზე 10,200-ზე მეტი აქტიური სატელიტით და 10 მილიონზე მეტი აბონენტით. Amazon-მა თავისი Kuiperis კონსტელაცია Amazon Leo-ზე გადაარქვა სახელი და ეხლა 300-ზე მეტ სატელიტამდე აფართოებს. მჭიდროდ არის დაკავშირებული Amazon Web Services-ის საკუთარ ღრუბელთან. ევროპული Eutelsat OneWeb დაახლოებით 600 სატელიტით ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზღვაო სექტორს ემსახურება. და ჩინეთი ორი სახელმწიფოსთან დაახლოებული მეგა კონსტელაციით უერთდება. Guoguowangi, რომლისთვისაც დაგეგმილია დაახლოებით 13,000 სატელიტი და Kuai-Kuifani, რომელსაც ასევე 1000 Sails უწოდებენ, დაახლოებით 14,000 სატელიტით. ორივე ასევე განიხილება როგორც გეოპოლიტიკური სუვერენიტეტის პროექტები. იმისთვის, რომ სოფლიო მხოლოდ ერთ ამერიკულ მომწოდებელზე არ იყოს დამოკიდებული, Blue Origin-იც ერთვება TeraWave-ით. თუმცა ამით ის არ არის მიმართული კერძო მომხმარებლებზე, არამედ ინსტიტუციურ და ბიზნეს კლიენტებზე. ეს ყველაფერი რელეიქსელებია. ისინი მხოლოდ გადაზიდავენ, ისინი არ ითვლიან. და სწორედ აქ არის SpaceX-ის უნიკალური პოზიცია. რადგან SpaceX ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ერთდროულად აქვს ყველა სამი დონე. მათ აქვთ Starlink-ით Relay-ის დონე, მათ აქვთ XCI-ით და Colossus-ით გამოთვლითი დონე. და მათ აქვთ Falcon-ით და Starship-ით გაშვების დონე ორივეს ოსმოსში გასატანად. თუ ორბიტალური მონაცემთა ცენტრები ოდესმე რეალობად იქცევა, SpaceX ერთადერთი კომპანია, რომელსაც შეუძლია მონაცემთა ცენტრის აშენება, მისი გაშვება და მონაცემების დედამიწაზე დაბრუნება. ყველაფერი საკუთარ თავთან. და ეს არის მიზეზი, რატომაც შერწმა სტრატეგიულად აზრიანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მხოლოდ ზარალს იძლევა. და სწორედ ეს მომავლის პერსპექტივაა, რაც 2 ტრილიონიან შეფასებამდე მიჰყავს, რაც მიმდინარე წლის შემოსავლის 100-ჯერ მეტია. და თუ ამ აზრს ბოლომდე მივყვებით, ან ბევრად უფრო შორს, ვიდრე მომდევნო 10 წლეულია, მივალთ წერტილამდე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ მთელი თეზისის ლოგიკურ ხასს მიყვება. ვინც გამოთვლით სიმძლავრეს, მართლა დედამიწისგან უნდა მოწყვიტოს. ერთ მომენტში შეწყვეტს ყველაფრის, დედამიწის მიზიდულობის ველიდან ზევით გაშვებას. შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მასალის პირდაპირ მოპოვება და გამოყენება, სადაც ზევითათანა უფრო იაფიჯდება. მაგალითად, მთვარეზე. კლასიკური კონცეფციები, როგორიცაა მასის ამაჩქარებელი, ელექტრომაგნიტური კატაპულტა, რომელიც მთვარის ზედაპირიდან მასალას რაკეტის გარეშე ორბიტაზე ისვრის, 70-იანი წლებიდან ფიზიკოს ჯარედ ონილთან ასოცირდება და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ უტოპიად მიიჩნეოდა. სოფლიოში, სადაც გიგავატური გამოთვლითი კლასტერების აშენება კოსმოსში სურთ, ამ იდეებს მოულოდნელად ისე ლოგიკა ეძლევა. SpaceX-ი დღეს ასეთ რამეს არ აშენებს. ეს უნდა ითქვას პირდაპირ, მაგრამ ის მიმართულება, რომელსაც ორბიტალური მონაცემთა ცენტრის იდეა მიუთითებს, სწორედ იქ მიდის. ინდუსტრიამდე, რომელიც აღარ მდებარეობს დედამიწაზე. ამ ხედვას მათ უკვე მოკლე ანიმაციაშიც ასახეს. თუ შენც ისევე გხიბლავს კოსმოსური კვლევებისა და ხელოვნური ინტელექტის ეს შერწყმა, როგორც მე, დააჭირე hype-ს თუ გაქვს და გამოიწერე არხი. ზუსტად ესეთ გადაკვეთის წერტილებზე ვსაუბრობთ აქ მუდმივად. და დავაგრძელოთ. მაგრამ სანამ ხედვამ ძალიან წაგვიყვანს, მოდი გუნწრფელი ნაწილი ვთქვათ. ამ ისტორიას სერიოზული რისკები აქვს. კომპანიამ გასულ წელს თითქმის 5 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, რასაც ხელოვნური ინტელექტის ნური ინტელექტის ფულისწველი პროექტი იწვევს, რომელიც კვლავაც შთანთქავს კაპიტალს. ანთროპიკის კონტრაქტი ეს მშვენიერი მილიარდიანი ნაკადი ორივე მხარეს შეუძლია 90 დღიანი წინასწარი გაფრთხილებით გააუქმოს. თეორიულად შეიძლება საერთოდ გაქრეს, სანამ IPO-ს roadshow დასრულდება. 2 ტრილიონი დოლარის შეფასება SpaceX პირველ სავაჭრო ბრეს Apple-ის, Microsoft-ის და Nvidia-s კლუბში გადაიყვანდა. და ეს მილიარდიანი ზარალების მიუხედავად. ორბიტალური მონაცემთა ცენტრები ამ ეტაპზე მხოლოდ პროტოტიპები და განზრახვის განცხადებებია. მოქმედი ბიზნესი არ არსებობს. და ზემოდან კი ძალაუფლების კონცენტრაციის არასასიამოვნო კითხვა დგას. ერთი ადამიანი აკონტროლებს გაშვების შესაძლებლობებს, ინტერნეტს, ხელოვნური ინტელექტის წამყვან ლაბორატორიას და გლობალურ სოციალურ მედია პლატფორმას ერთ კომპანიაში. თუნდაც ვისაც მასკის საინჟინრო მიღწევები აღაფრთოვანებს, ამ კონცენტრაციას არ უნდა მიუდგეს გულგრივად.
და ევროპისთვის. არასასიამოვნო გამეორება იმისა, რაც ბოლო ვიდეოებში უკვე ვნახეთ. ეს შერწყმა კოსმოსური კვლევებისა და ხელოვნური ინტელექტის ხდება აშშ-ში და ჩინეთში. ჩვენთან არა. ჩვენ გვაქვს EUTELSAT OneWeb-თან და პერსპექტივაში Iris Square-თან ნორმალური საკომუნიკაციო კონსტელაციები, ანუ Relay-ის დონე. მაგრამ ორბიტაზე გამოთვლის დონეზე, სადაც ხდება KI გამოთვლისა და გაშვების შესაძლებლობის შერწყმა ერთ კომპანიაში, ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყისშიც არ ვართ. ვინც შემდეგ 10 წლეულს უნდა დაადოს ბეჭედი, ორივე დონე უნდა გქონდეს და ევროპაში ეს ერთად არავის აქვს. ერთი რამ კი ნათელია. 90 დღის წინ მონაცემთა ცენტრი კოსმოსში უბრალოდ მე მიიღო. დღეს ის ისტორიის ყველაზე დიდი საფონდო პროსპექტის ნაწილია. რაკეტების კომპანია გამოთვლითი სიმძლავრის გიგანტად გადაიქცა. და ეს გამოთვლითი სიმძლავრის გიგანტი ორბიტაზე გასვლის გზაზეა. შენთვის ეს შესანიშნავია თუ შემაშფოთებელი. და გულწრფელად რო ვთქვათ, ეს ორივეა ერთდროულად. ერთი რამ კი ნამდვილად აღარ არის. ხუმრობა. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. გვალდობ ხურებისთვის ფერასფერა ადასტა. და როგორც დამოუკიდებელი კომპანია, თვეში დაახლოებით $1 მილიარდ ხარჯავს. მე წელიწადშიც კი ამდენს არ ვხარჯავ. სპონტანური ხუმრობა. ღისით მოიპარა. მოიცადე კიდევ ერთხელ. მგონი ახალი კლიპის გაკეთება მოგვიწევს. მაშ, მეორე დუბლი.